მოგესალმებით კიდევ ერთხელ მეგობრებო. მოკლედ ბექას მანქანა გადავიღეთ 550 წინა ვიდეოში ვინც ნახეთ. ეხა იყიდა 603. ვიზუალურად და ბოდიკიტი რაც ყავდა 550 იგივეა. უბრალოდ ეს არის 603, მეტი ცხენები აქვს და რო ჩადგები ზანოში ან ადგილზე რო დააყენებ, ტაროვკა გაძლევს იმის საშუალებას, რომ რა საბურავსაც დააყენებ, ყველა დაწვა და დაადუღო რა. თავისით ართავს პირიქით ამას სხვანაირი ტაროვკა უყენია და განსხვავება იმაშია, რომ შეგიძლია აქ შენ მექანიკურად თავს სიჩქარეს და აწუნინო ბოლომდე. თუმცა პირველში გახეთ კი არ გადართავს სიჩქარეს რა. დიდად სხვაობა არცაა ვიზუალურ მხარეთ, რაც ბექას ყავდა წინა 550. ყველაფერი იგივეა, ბამპერიც, უკანა დიფუზორიც იგივეა. უბრალოდ ბექას ყავდა 603-ზე აწყობილი თორე. ამას აქვს ქარხნულად ეს ბამპერი 603-ის, ასევე კრილოებიც სხვანაირი კრილოები აქვს და უკანა დიფუზორი აქვს და ბამპერიც უკანა ბამპერიც სხვანაირია რა. მაგრამ ამ მანქანას აქვს კარბონის კაპოტი, შეღებილია უბრალოდ და ბევრს გონია რომ ჩვეულებრივი კაპოტია, მაგრამ არა ჩვეულებრივი კაპოტი, შუშა აქვს, რომელიც და ზემოდან შეგიძლია უყურო ძრავს, როგორ გამოიყურება. სხვათა შორის, როცა შეხედავ ამის ძრავს და 550-ის, 4-7-ის და 603-ის ძრავს რო ჩახედავ, ვიზუალურად ერთ და იგივეა, უბრალოდ ცილინდრებშია სხვაობა და ცხენის სიმძლავრეში. მოკლედ, ორი CLS-ი რო დააყენო, ბამპერ მოხდილი რა. რომ ვერ მიხვდე, რა ქვია, ვიზუალურ მხარეთ 603-ია თუ 550. და კაპოტი ახადო, ვერაფერს ვერ მიხვდები, რომ ეს 603-ია. მაგრამ სხვაობა არის ორ რაღაცაში რა. ერთადერთი არის ამორტიზატორები, წინ 603-ს ამორტიზატორები უყენია, უკან უყენია პადუშკები. მაგრამ ბექამ რის გამოც გაყიდა 550, 4-7 და იყიდა 603, აი ამ ნაწილის გამო იყიდა. ეს არის ABS-ის ბლოკი, რომელიც ჩიშავს მოცურებას 100%-ით რა. 4-7 550-ს, აი მაგალითად 50 მანქანაში შეიძლება მოყვეს 2-3 მანქანას 603-ის ABS ბლოკი რა. 603-ის ABS ბლოკი რო დააყენო 4-7-ზე და საქართველოში არ მგონია ვინმე მართავდა, შეიძლება მართავს, არ ვიცით, თუ გამართავს 4-7-საც შეუძლია რომ გათიშოს 100%-ით ხიდი რა. დიდი სხვაობა ზედაპირულად ვერაფერს ვერ მიხვდები ძრავში. სალონში დიდად განსხვავება არ აქვს ამ მოდელს შორის და 603 შორის და 550 შორის, იმიტომ რომ სალონში არის განსხვავება მხოლოდ ბარი, რომელიც სპორტ ღილაკები აქვს და იქიდან არეგულირებ. კომფორტით გინდა სიარულით, ეს სპორტით გინდა სიარული, სპორტ პლუსით თუ ემით გინდა და დაადუღო გინდა ყველაფერი. რაც ყველაზე კარგი აქვს ამ მანქანას, ერთადერთი ღილაკი აქვს ბარზე, რომელიც იმ ღილაკს როცა ჩართავ, მოცურება ითიშება 100%-ით, ჩააჭირე უბრალოდ, გას ჩააჭირე და სიჩქარე უცვალე დროულად რა. და სადაც გინდა ადუღე, რა საბურავით გინდა დააყენე, ყველაფერს წვავს და ადუღებს რა. ბევრს არ ვილაპარაკებ ამ მანქანაზე, იმიტომ რომ სამაიმუნოთ ვარ გამოსულა, პროსტა ვიდეოც გადავიღოთო. ხან მე დავждები, ხან ბექა დაждდება, ცოტას ვიგაზავებ, ცოტას ვიდრიფტავებ, ცოტა საბურავსაც დავწვავ, ცოტა ცოტას არ ბევრს ბენზინს დავწვავ, ბევრს, ძალიან ბევრ ბენზინს დავწვავ და მოკლედ იმედია რამე კაი ვიდეო გამოვა და გაგისწოდებათ. მე კი იცით რომ Mercedes-ის მოყვარული არ ვარ, მაგრამ პროსტა ბექას ხათრით რა ვყოთ. ვინც მიყურებს სტრიმებზე Eurotrack-ში კინახულობთ როგორ დადის ბექა და ნახოთ ახლა რეალურადაც როგორ დადის 603-ით და რა შეუძლია ბექას მანქანასაც და ბექას სკილებსაც. ამები რო იყო ახლა ის გამახსენდა რა შვები შეჯემა. მე შენი მხარე დაიჭე ბიჭო. ნადირი. აქ მინდა გავიდე რა ასე რომ შედიხარ და ასე რომ გამოდიხარ და მე გადიხარ და ჩემი აქ რომ გადმოვუხო, აქ მოსვლამდე ნელა მოვდივარ რაც ახალი დისკები დავახსენე. ნახე, ადამიანი რაები აქ ნაკეთები ადამიანი. მზად ხარ? მე მზად ხარ. წადი არაფერი. ნელა საჭესთან ხალია. იქ მეორეთი უნდა დამეწყვა რა? არა. პროსტა ვერ გამოათხი, თორე ვერ მოვასწარი რა. რა ხმებია? ისე დაახარე რომ არ მოწყვეტო. ჩადეგი.
dog. That's why I came. Country boy stepping, yeah, I'm country boy stepping. Country boy stepping, yeah, I'm country boy stepping. Yeah, they can't get like me. Rockin' boots and white tees. Signing on my cup, green something like a Moby. Country boy stepping, yeah, I'm country boy stepping. Country boy stepping, yeah, I'm country boy stepping. Artist out the ranch, I just told you that I'm about it. I might take offense if you tell me that you doubt it. It's just what it is, yeah, I'm known to make it rowdy. And I'm for the fit, and I drive a wide body. Who you know, but like this, nobody. Can't go slow, I gotta hit that body. I'm the top of the top, I can't ever take a break. Yeah, I'm hot, and you not, that's why all my records bang. Oh, it's been a long, hard road, gotta go home. Yeah, 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 yeah. Oh, and I know you love the way that I'm gon' keep on. Yeah, yeah, yeah. Can't do flexing cause they know I got the sauce. Got the presence on me, I can't ever take it off. That's why I came. Country boy stepping, yeah, I'm country boy stepping. Country boy stepping, yeah, I'm country boy stepping. Yeah, they can't get like me. Rockin' boots and white tees. Designer on my cuff, big something like a Moby. Country boy stepping, yeah, I'm country boy stepping. Country boy stepping, yeah, I'm country boy stepping. Yeah, why they mad at a man like me? I went too crazy. Better take that knee and kiss my ring, cause I be royalty. Everywhere I go, my scene, and they be hating. That's such a lame thing. Yeah, y'all be lame things. I could never. ამაზე მაგარი кайფი. მაგნეტალის. მე 550 არაფერია რა. მოკლედ მეგობრებო, ბექამ რა პირობაც მოგცა, პირობა შესრულებულია. წინა ვიდეოში რაც თქვა ბექამ რომ თუ 550-ს გავყიდი 603-ს ვიყიდიოდა. ვიდეოსაც გადაგაღებინებთო და პირობა შეასრულა ამ კაცმა და ცოტა ეხა საბურავებიც არ მქონდა, ბევრი ვერ ვაწვალეთ ისეთი რო გვეწვალებიათ. ან ცოტა ღარიბი ის ვარ და ქვია იუთუბერები ვარ და რუსთავის ტრეკის ფული და ტრეკი არ მქონდა და ამიტომ ეს საშუალებაც მქონდა ცოტა რაღაცა ვიდეო გამოვა იმედია. კარგი და მოგეწონებათ რაც ვთავარია. შუა და შუა გავს ვიდეოებს შემოგთავაზებთ შეძლების და გვარად, იმიტომ რომ სამსახური ოჯახი, გასვლა, მოსვლა და იმდენად დრო აღარ მაქვს, რომ მთლიანად YouTube-ზე გადავერთო. მთლიანად YouTube-ზეც რო გადაერთო, მე ფინანსურათაც გჭირდება რაღაცეები, რომ მთლიანად YouTube-ზე გადაერთო და ამიტომ ვეცდები ხოლმე რომ შაბათ-კვირას მეგობრებთან ერთად რო გავალ სადმე, ვინმეს თუ კარგი მანქანა ყავს და რაღაცა, მსგავსი რაღაცების გადავიღოთ და მალე კიდე ახალ პროექტს ვიწყებ იდეებთან დაკავშირებით, test drive-ს ისეთ რომელიც საქართველოში ჯერ არავის არ გადაუღია და მაგასაც შემოგთავაზებთ, უბრალოდ ბათუმში ვიყავი მაგის გამო ჩასული. სამწუხაროდ ამინდი ისეთი ამინდი დახვდა იქა და ისეთი ამინდი იყო, რომ ვერაფერი ვერ გადავიღეთ, ვაფშე იმენა ჩამოიქცეთ საჩემ ბეძედა. იმედია მოგეწონათ ვიდეო დაალაიქეთ, არხიც გამოიწერეთ, კომენტარებშიც დაწერეთ, რა test drive იქნება, რომელიც ჯერ საქართველოში არავის არ გადაუღია და ვინც გამოიცნობს, ბეკუშ ამე საჩუქარსაც ან ერთ ვიდეოს წავიყვანთ და ვაკატავებთ, 603-ით. კი, ვინც გამოიცნობს და. მომავალ ვიდეოს შეხვედრამდე აბაჰო, იმედია მოგეწონათ და დალაიქება და არხის გამოწერა არ დაგავიწყდეთ რა.